ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5-ზე. ერთმა დაგლოცოთ ვერფასო რადიო მსმენელებო, შვიდობა ჯანმრთელობა და წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. გესაუბრება დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე. ჩვენ ვაგრძელებთ მცნებებზე საუბარს. დღეს ვისაუბრებთ მერვე მცნების შესახებ. არა იპარო, მცნება ყველასათვის გასაგებია. არ იპარო, ესე იგი, სხვისი არ მიითვისო და თუ გარეგნული სახით ვისაუბრებთ აი ამ მცნებაზე, გასაგებია, რომ ქურდობაზეა საუბარი, როცა ადამიანი ვიღაცის ნივთს, ქონებას, თანხა იქნება თუ რაც იქნება, იპარავს და ითვისებს, ისე თითქოს ეს მისი საკუთრება იყოს. ვიცით, რომ ამ იდეოლოგიას კიდევ უფრო ღრმა ფესვებიც გააჩნია და პოსტსაბჭოთა სივრცეში ქურდული იდეოლოგიის სახელით იყო ცნობილი, რომელიც იყო ანტიპოდი ქრისტიანობისა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი რამე ამ ქურდულ სამყაროში იყო აღებული სწორედ ქრისტიანობიდან, იგივე სიმბოლოები, ტატუირებები, რომელიც ეკლესიისა და ჯვრისა და სხვა სახით იყო ქრისტიანული სიმბოლოებით გამოხატული, ასევე ეგრეთ წოდებული ოფშიაგის შეგროვება, რომელიც პირდაპირ მოციქულთა კრებიდან და მოციქულთა ერთობიდან აქვთ აღებული, ეს საერთო საკრებულოში ესეთი საერთო თანხების და საერთო შემოსავლის ფორმაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს მიკერძოებულად აქვთ მათ გადაღებული და არავითარი იქ სამართლიან გაყოფაზე ლაპარაკი არ არის სინამდვილეში და ბევრი კიდე სხვა ფაქტორები, რომლებიც ასე იმისათვის, რომ მიეზიდოს საზოგადოება თითქოს და სამართლიანი ფორმის წარმოსაჩენად, ისინი იყენებდნენ სწორედ აი ამ ქრისტიანულ დამოკიდებულებას. თუმცა შეიძლება ბევრმა არც კი იცის ამის შესახებ თავად და გონიათ, რომ ეს რაღაც იდეოლოგია თვითონ ისე შეიქმნა და მას რაიმე წინაპირობა არ გააჩნდა. მაგრამ ჩვენთვის ეს საკითხი ნაკლებად საინტერესოა, მით უფრო დღეს, როცა აი ამ იდეოლოგია მოჭამა თავისი რესურსი, ასე ვთქვათ, მაგრამ თვითონ მცნებისადმი არასწორი დამოკიდებულება ცხადია შემორჩენილია საზოგადოებაში და არაიპარო ეს გაცილებით უფრო ფართო გააზრება ჭირდება, ვიდრე ჩვენ მას მოვიაზრებთ ხოლმე ჩვენს ცნობიერებაში, თითქოს და მხოლოდ სხვისი ნივთის მისაკუთრებით, მითვისებით მთავრდებოდეს ყველაფერი. ეს ასე არ არის. არაიპარო ვრცელდება ყველაფერზე, რაც ეკუთვნის ღმერთს, ქვეყანას, ადამიანებს და თვითონ ჩვენ და ადამიანის სული ზოგადად ღმერთს ეკუთვნის და ჩვენ ამიტომ აი ამ ცნებას უფრო სულიერი თვალსაზრისით ფიქრობთ, რომ განვიხილოთ და სულიერი თვალსაზრისით რამდენს ვცოდავთ ჩვენ ღვთის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ადამიანების წინაშე, საკუთარი სინდისის და საკუთარი სულის წინაშე, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა და არ უნდა იფიქროს ადამიანმა ისე, რომ თითქოს აი მე არავისთვის არ მომიპარავს, არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია და აი ახლა ვისაუბროთ ჩვენ ამ თემაზე და გამოჩნდება გაგვიკეთებია თუ არ გაგვიკეთებია ჩვენ ეს ცუდი. სინამდვილეში ზოგადად წმინდა წერილსა აღქმა ეწოდება, ხო? აღქმა, რისი აღქმა ხდება აქ? პირობის დადებაა, რომელიც მიღებითაც სული, ასე ვთქვათ, ღვთაებრივ მადლს ეზიარება. ადამიანის ნება, როდესაც ღვთის ნებას ეთანხმება. და იმისათვის, რომ ღვთის ნება, ღვთის სიყვარული, ღვთის მადლი დაიტიოს ადამიანმა, ხო? თვითონ უნდა ისწავლოს ღვთის წინაშე სწორად ცხოვრება და თავის გულში ღმერთს მიუძღვნას თავისი სათანადო ადგილი. ჩვენ როგორც მამები გვასწავლიან პირველი ქურდობა, ასე ვთქვათ, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა და გამუდმებით ჩადის ხოლმე. ეს არის საკუთარი თავს, როდესაც ღვთისაგან მოპარავ და დროებითი, ასე ვთქვათ, სასტიკი და მისი ბუნებისთვის უცხო ამქვეყნიური გადაეცემა ეს ყოველივე ჩვენი სულიერი. ღმერთმა ჩვენ შექმნა სული შთაბერულია ღვთაებრივი
სინათლის ნაპერწკალით და ადამიანი უნდა განხთოვდეს და განსპეტაკდეს ღვთის წინაშე და მას თავის ასე თქვათ პოვნა ესაჭიროება იმ სწორი ადგილისა, სადაც ღმერთმა მიუჩინა მას ეს ადგილი, ანუ ღმერთმა შექმნა ჩვენ ხატად და მსგავსად და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქცია, რომელიც უნდა განვახორციელოთ, ჩვენი ტალანტი, რომელიც უნდა გავამრავლოთ და აი ესეთი ნაირად ვიცხოვროთ ამ ქვეყნად. როდესაც ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ჩვენ ცხადია პარავთ იმას, რაც ჩვენ მოგვეცა. ანუ ღვთისგან ღმერთს პარავთ იმას, რაც ღვთის არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ თემაზე, ძნელია რა თქმა უნდა ამის ყველაფრის სათანადოდ გააზრება, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ვიმუშაოთ ამაზე, დავხარჯოთ დრო, სათანადოდ ვიმოღვაწეოთ, იმიტომ რომ გამუდმებით ვართ ჩვენ აი ამ მდგომარეობაში, როდესაც სულს რაც ეკუთვნის, იმას პარავთ. ეს მდგომარეობა ჩვენ მარადიული ცხოვრების ჭრილშუქიდან უნდა განვიხილოთ, ანუ ჩვენ სულს ესაჭიროება მარადიულობა და ჩვენ მას აი ამ მარადიულობისთვის გაწეულ მოღვაწეობას ვართმევთ, ანუ ამ დროს არა ღვთის საკეთილდღეო და ჩვენი სულის საკეთილდღეოდ ვიყენებთ ამ ყველაფერს, არამედ მატერიალური ამაოებისთვის ვიხარჯებით. უფრო მეტად, ვიდრე ეს ჭირდება ზოგადად ადამიანს. ქრისტიანი მაგალითად ასევე მოვალეა კვირა საეკლესიო დღესასწაული დღეები ეს, რომელიც მიუძნა ღმერთმა თქვა, რომ ხო, 6 დღე იმუშავეთ, მე-7 დაისვენეთო, ანუ ვალდებულია ადამიანი ამ პირველ ცნებაზე ჩვენ ვისაუბრეთ, აღასრულოს ეს მცნება. ღმერთმა ეს დრო თავისთვის განსაზღვრა, ასე ვთქვათ, და ჩვენ რაში ვიყენებთ აი ამ დროს? მიწიერი საქმეებისთვის, ხო, ბაზარში წასასვლელად, როცა წირვალოცვაზე არ დავდივართ, ან ზოგადად ამაო საგნებში, ამაო დროის სტარებაში ვატარებთ იმ დროს, რომელიც ღმერთს ეკუთვნის. ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ აქაც? უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქაც ვიპარავთ. ვიპარავთ იმას, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. იმიტომ რომ ცნება მოგცა ჩვენ არა ვიღაცა დირექტორმა, ვიღაცა ადამიანმა, რომელმაც გითხრა, რომ ეს ასე უნდა გააკეთოთ, არამედ შემოქმედმა ჩვენმა მოგცა ეს მცნება, ვინც შექმნა ჩვენ, ვინც მოგცა ეს სიმდიდრე, რასაც ადამიანი ფლობს ხატებისა და მსგავსების სახით და ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანმა მაქსიმალური უნდა გააკეთოს ამის სასათვისებლად და მადლის მოსახვეჭად. და ჩვენ ამას ვხარჯავთ და ვიპარავთ, პარავთ მას და ვისვაძლევთ ცხადია ბოროტს, ეშმაკს. იმ უცხო სულს, ჩვენთვის უცხოს, რომელიც მუდმივად ჩასაფრებულია და ცდილობს, რომ მოტაცოს ღმერთს ის, რაც ღმერთს ეკუთვნის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სულიერი სიკეთეები ადამიანს შინაგანად აქვს, ასე ვთქვათ, პოტენციურად ყოველ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია აი ამის ყველაფრის სათანადოდ გამოყენება, ხომ? პოტენციური სიკეთეების და ღმერთი ყველას თანაბრად აძლევს, აი ამ თავისი ნიჭიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ვიღაცას მეტი სიმდიდრეს თუ მეტი რაღაც მატერიალურს აძლევს, არამედ იმის და მიხედვით აძლევს ღმერთი, რამდენის დატევება ადამიანს თავის პერსონიდან გამომდინარე შეუძლია. ანუ ამ ქვეყნიური წარმავალი სიკეთეები კი, როგორც თქვით, მწირი და შეზღუდულია და ამიტომ ქვეყნიერ ცხოვრებაში ესეთი ჩაძირული კაცი ამ სიკეთეებისათვის სხვებს ებრძვის. ნახეთ რა ხდება, მართი წარმართვა და მითვისება უნდა. რისი მითვისება უნდა? იმ სიკეთეებისა, რომელიც ღმერთმა მიმადლა როგორც პირადად ამ ადამიანს, ვინც ართმევს სხვას, ასევე სხვასაც. ანუ ღმერთმა ჩვენ ყველანი დაგვასჯილდოვა, ჩვენი წყალობა ყველას მოგცა, განურჩევლად ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თავისი ნიჭებით, ზოგს რისი განსაკუთრებული ნიჭები, მაგრამ აქვს ადამიანს ეს, მაგრამ ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს მას არ ჭირდება და უბრალოდ მე მჭირდება და იმ ადამიანს
ართმევს ის რაც ჩვენ საკუთრებას ვეძახით ხოლმე ხშირად ხომ სინამდვილეში სულაც არ არის შეიძლება ჩვენი ანუ ადამიანი ხშირად არა მარტო ხილულად არამედ სულიერადაც იპარავს ანუ ეს არის ის ვნებები ეგოიზმის გამოხატულება ცხოვრებაში, ანუ საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი ვიღაცის ნიჭს იპარავს სათავისოდ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვის ნამუშევარით, ესე იგი სხვისი ნაღვაწით გაიტანოს თავი ამ ქვეყნად. ეს არის ის საკმაოდ მსაკრული ხერხი, რომელსაც ადამიანი ხშირად იყენებს სათავისოდ, ვიცით ჩვენ ესეთი კატეგორიის ადამიანები არიან ყველგან, ყველა სფეროში ნახავთ, სამსახურებში ხშირად არის ამაზე, მაგალითად საზოგადოების საუბარი, რომ ვიღაცა არც განათლება აქვს, თქვა სათანადო, არც სხვა შრომის უნარები, მაგრამ ზარმაცი რაღაცნაირ პარაზიტიო რო იტყვიან და რომელიც ცხოვრობს სხვის ხარჯზე. ისე კი არა რომ რაღაცნაირად პირდაპირ იყოს ეს, არამედ ისე ფარულად აკეთებს ამას ყველაფერს, ოსტატურად იყენებს სხვის ნიჭებს და ესეც არის ერთგვარი ფორმა მიმტაცებისა, მოპარვისა, რომელიც დღეს განსაკუთრებულად არის საზოგადოებაში. და სწორედ აქედან გამომდინარეა უამრავი კონფლიქტი, უამრავი პრობლემა, რომელსაც ადამიანი ეჯახება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ, ეს გვტკივა ჩვენ და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე. თანამედროვე ადამიანი და ნებისმიერი დროის ადამიანი პრინციპში ყოველთვის ესე როდესაც ღვთისას დაკარგავს, ღვთისმცნებას დაკარგავს, ის ყოველთვის იბრძვის უსულო თუ აი ესეთი ნივთიერი თუ სულიერი საგნების, ასე ვთქვათ, მოპოვებისა და მისაკუთრებისათვის. ეს არის უდიდესი ძიმე ტვირთი, რომელიც ადამიანი იღებს და ხშირად ამას ისე უსინდისოდ აკეთებს, თითქოს ცოდვასაც არ ჩადის. ჩვენ ვიცით, სახარებისეული სიტყვებია აი ლუკა მახარებელთან არის, რომ უსამართლო მოურავზე, რომელიც იხვეჭს აი ამ ქონებას, იტაცებს აი ამ ქონებებს და შემდეგ ფიქრობს, რომ ამას ის იმსახურებს და ასეთ ადამიანს ღმერთი უგუნურს უწოდებს, როცა იცი რომ დღეს ხარ და ხვალ არ იქნები და ვისთი დარჩება ეს ყოველივე. ანუ ეს ქონება სიცოცხლისთვის მოცემული ვადა, ასე ვთქვათ, ანუ ადამიანის ძალები და უნარები, რომლებიც მან სიკეთისა და მოწყალებისათვის უნდა გახარჯოს. ეს თავისი ქონება, სწორედ ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამის შესახებ, რომ ადამიანს აძლევს ღმერთის ზოგს დიდ სიმდიდრეს აძლევს, მაგრამ რატომღაც ის ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი იმიტომ აძლევს, რომ მას ეს ყველაფერი ეკუთვნის, ხო? ეს ხო არ არის სწორი, მაგალითად ერთს ჰქონდეს მილიარდი და მეორეს არ ჰქონდეს არაფერი. მაგრამ ეს უსამართლობა არის ამ ქვეყნად ცოდვის შედეგად მოტანილი, ამ ქვეყნად ადამიანების მიერ, ხოლო ღმერთმა კი ჩაუდო ამ ადამიანებს ის განწყობა, რომ სწორედ იმას, ვისაც მეტი აქვს, თავისი მოწყალებით, თავისი სიკეთეებით უნდა გადაანაწილოს ეს ყველაფერი ისეთნაირად, რომ თავადაც კონდეს ცხადია, მაგრამ სხვაც, ვინც მის გვერდით არის მშიერი და რომელიც საჭიროებს დახმარებას, იქნეს ხელი მოწყალებისა გაწეული და ისე რომ ეს სინდისის წინაშე კაცი იყოს რაღაცნაირად გამართლებული. რა მოგვაქვს ჩვენ აი ამ ქვეყნად, ხო? სინამდვილეში ხო არაფერი, ჩვენ შიშველები ვიბადებით, შიშველები მივდივართ ამ ქვეყნიდან. ანუ არაფერია ჩვენი. თუ რამე გვაქვს ღვთისგან ბოწებული და ცხადია, რაც ღვთისაა, ის არ შეიძლება რეალურად ადამიანმა თავის საკუთრებად მოიაზროს. ეს სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თუ რამეს გვაძლევს ჩვენ სიმდიდრე, სახლს, კარს,
ჩასაცმელს, ნივთებს, მანქანას, ასე შემდეგ, ხომ? და თუნდაც ნიჭებს სხვადასხვანაირი სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს მათემატიკური ნიჭი აქვს, ზოგს ფილოსოფიური და ზოგს რელიგიური, რა ვიცი, სხვადასხვანაირი ნიჭები და ესეც ხომ რეალურად ღვთის საჩუქარია. და რას ვაკეთებ ჩვენ ამ საჩუქრეს, როგორ ვექცევით აი ამ საჩუქარს, ჩვენ რა გონია ეს სინამდვილეში? სინამდვილეში ვამპარტავდებით, ვართ ქედმაღლები, გონია რომ ეს ნიჭები ჩემი საკუთრება, ჩემი დამსახურება, თქვაც სამსახურში მოხდა ადამიანი თუ რაღაც სიმდიდრე მიცა ღმერთმა, ეს შანსი გონია მას რომ თვითონ მისი ნიჭიერების და მისი რაღაც მოქნილობის თუ შრომის უნარიანობის დამსახურება. ეს ასე არ არის, უამრავი შრომის მოყვარე ნიჭიერი ადამიანი ვიცით რომ თავი ვერ გაიტანა ამ ქვეყანაზე და შეიძლება გაიტანა, მაგრამ ძლის გააქვს თავი რო იტყვიან. ანუ რაღაცა სხვა არის აქ ჩადებული და ეს სხვა რაც არის, სწორედ უნდა მიხვდეს ადამიანმა, რისთვის ეძლევა ეს ყოველფერი და უმადური. პირველ რიგში არ უნდა იყოს იმისი, რასაც აძლევს ღმერთი და შემდეგ უკვე ისწავლოს განაწილება იმისი, რაც მას ზედმეტად მიეცა. აი ეს მზარდი შემგროვებლობა, ხომ, უმხვეჭველობა დავარქვათ ამას. სწორედ ეს არის ის, რაც სტაცებს სულს ღმერთს სინამდვილეში. ანუ ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მანო დაკარგა სიყვარული პირველადო, ვინც თქვა რომ ეს ჩემია და არა ეს შენია. ანუ აქ კი პირველი კაენი იყო, რომელმაც თავისი ოჯახობისთვის ქალაქი გააშენა, ზღუდე შემოავლო და თქვა ეს ჩემია. დაბადების წიგნში წერია ეს. სიტყვა ჩემი ეს სიყვარულისაგან პარვაა, როგორც ამბობს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ანუ ჩემია როგორ არის, როცა ღმერთმა შექმნა, მოგცა ძალა, მოგცა საშუალებები, ყველაფერი ღმერთმა მოგცა. და ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩემია. სინამდვილეში ყველაფერი ღვთისხელთა, ღმერთისა და ადამიანის დროებითი განკარგულებისთვის მიეცემა. ეს კარგად უნდა გავიაზროთ ყველა ჩვენთაგანმა, იმიტომ რომ რა არის ჩვენი ცხოვრება თუ არა დროებითი დღეს ვალთ, ხვალ აღარ ვიქნებით ამ ქვეყნად. ასე რომ ღმერთი არის სიყვარული. თუ კი აუცილებლობაზე მეტი გვაქვს, ხო, მოცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიყვარულით უნდა გადავაწილოთ, თუ არა და ადამიანში იწყება ცოდვის გამრავლება, რასაც მომხვეჭველობა, ვერცხლის მოყვარეობის ბნება ქვია, შემდეგ ამას სხვა ცოდვები და ვნებები ცხადია ემატება და ადამიანი ხდება უკვე არა ღვთისმორჩილი პიროვნება, არამედ ფიქრობს, რომ თავად არის ღმერთი, თავად შეუძლია ყველაფერი, ასეთი აზრიც არსებობს, რომ ყველა საკითხი შეიძლება ფულით გადაწყდეს და სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ყველა არ იყიდება, ყველა არ ხდება მონა, ადამიანი შეიძლება იყოს გაჭირვებაში, შეიძლება მოითხოვოს, მაგრამ ყველას დამონება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს გააჩნია ღირსება, კაცობა და არ იყიდება, რო იტყვიან ფულზე. როგორც ზემოთ ითქვა, აი ეს ქვეყნიური სამართლიანობის, ანუ მხოლოდ ჩვენი საკუთრების ფლობის ზღვარზეც იშვიათად ვჩერდებით ჩვენ და გამუდმებით, ესე იგი, ვცდილობთ, რომ მოვიხვეჭოთ, ანუ უბრალოდ ქურდობის ნიღაბი რაღაცნაირად ხანდახან ჩამოვიცილოთ და მოვიხვეჭოთ ის, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. რამდენადაც ჩაეზრდება, ასე ვთქვათ, ეს სიცრუე ადამიანის ცხოვრებაში, იმდენადაც ის უფრო მეტად მზაგვარი და ცფიერი და მატყუარა ხდება. ეს ყველაფერი მანიშნებელია ადამიანის დაცემული ბუნებისა, ანუ როდესაც გარეგნულად ადამიანი გამოიხატება თითქოს და კეთილგანწყობით არის ადამიანებისადმი, რათა მისი სამსახური და დახმარებით რაღაცნაირად სიყვარულით ისარგებლოს, შემდეგ ამას იყენებს ისე,
თითქოს და იმ ადამიანმა რომელმაც დაეხმარა ამაში ან რომელსაც წაართვა ეს ყველაფერი რაღაც ტექნიკურად რო იტყვიან ის ადამიანი ყავთ მიგდებული და თუ აღარ ჭირდებათ ხო მისი ინტელექტის თუ ნიჭის სხვადასხვა ნიჭების მაგალითად გამოყენება იმას მოიცვლიან რაღაცა რესურს ამოწურულივით და მორჩა გათავდა ესია განწირული როგორც წესი თანამედროვე ადამიანისაგან რომელიც მგლად ექცევა მას და სიყვარულოდ და უმოწყალოდ გაწირავს ყველაფრისათვის ჯერ გამოწურავს შემდეგ გაწირავს ადამიანი ხატი და მსგავსია ღვთისა ვთქვით ჩვენ და როგორადაც არ უნდა დაეცეს იგი მაშინ ეს ღვთის ხატი მთლიანად არ წარიხოცება ხოლმე და თუკი თქვათ ოქრო ტალახითა გასრული მას როგორც ძვირფასეულობას ესევე ფასი მაინც ედება მაგრამ რაოდენ ხშირად შეურაცხყოფთ ჩვენ ადამიანს გვავიწყდება რომ ის ღვთის ხატება და მსგავსებისადმი ტოლვა მართებს თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ეს ჩაბნელებული დამტრეული ასე თქვა სულიერი მდგომარეობა ხატება ადამიანში ის მაინც მას შეუძლია მაინც აღადგინოს თავისი მდგომარეობა თუ სინანულით მოიქცევა ადამიანს ჭირდება ღმერთი თავის ცხოვრებაში ეს უნდა გაიაზროს კარგად ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანმა ყველას გვაქვს ჩვენი სინდისის კარნახი ეს არის ღვთის ხმა ადამიანში და ადამიანმა ეს უნდა შეძლოს რომ ხატება და მსგავსებას სათანადო პატივი მიაგოს როგორც სხვა ადამიანში ასევე თავის თავშიც იმიტომ რომ ის თავის სულსაც პარავს ნახეთ ეს არც იცის ხშირად ადამიანმა რომ გონია რომ ვიღაცას რომ მოპარა ამითი მოიგო მაგრამ სინამდვილეში რომ მოიპარა ამითი თავისი სული განძარცვა მადლისაგან და ბოროტების მონად აქცია ის ადამიანს ყველაზე აი ეს ბინძური ჩირქი სწორედ აი ამ ბოროტებით მიეცხება ხოლმე რომელსაც ის ატარებს ვიდრე არ შეინანებს და თუ შეინანა ცხადია ყველა ცოდვა შესაძლოა ეპატიოს ადამიანს როგორც იყო პირველი ჯვარცმული ავაზაკი თავისი ცხოვრებით უკეთური მაგრამ ბოლოს შენანებული გულწრფელი სინანულით ცხადია ამ სინანულის იმედად ცოცხლობს ადამიანი და უნდა ვიყოთ ყველა ჩვენთაგანი ამ მოთმინებითა და იმედით ახსილები მაგრამ ერთი რამ ფაქტია რომ ამ სინანულის გადადებას შეიძლება მოყვეს სავალალო შედეგიც იმიტომ რომ ღმერთმა უწყის როდის დგება ჩვენი აღსასრულის ჟამი ეს სინანულის გადადება კი ერთხელ ორჯერ შანსს იძლევა ღმერთი და 100-ჯერაც გაძლევს მაგრამ თუ ამოიწურა ეს პოტენციალი ადამიანში და ამის მხილველი თვით ღმერთი გახლავთ მაშინ ის სამართლიანად წყვეტს ადამიანის ცხოვრებას რითაც ადასტურებს იმას რომ თავად არის უფალი შემქმნელი შემოქმედი ყველა ადამიანისა და ყველა ადამიანის ცხონება სურს ყველასთვის ცდილობს რომ სულიერი კანონები თუ აქედან თუ იქიდან მიუდგეს და სწორ გზაზე დააყენოს მაგრამ თუ კი მაინც არ დგება ადამიანის სწორ გზაზე მაშინ მისი ცხოვრებაც სრულდება შემდეგ ფატალურად ასევე ჩვენ ხშირად წადია მაგალითად უკანონოდ დავიქვემდებაროთ სხვა ადამიანები როგორც ჩვენ უკვე ვთქვით ხომ ანუ დაიმონოს ჩვენს კუთვნილ ნივთად ვაქციოთ ანუ ჩვენი სურვილების მონა იყოს ადამიანი ნახეთ აქ იმაზე კი არ არის საუბარი რომ მაგალითად ხელმძღვანელია მენეჯერია დირექტორია სკოლის თუ ინსტიტუტის თუ სამსახურებში სხვადასხვა უფროსი გვყავს ჩვენ და ეს უფროსის თქვათ ბრძანება თუ ლოცვა კურთხევა ეს მორჩილად და სიყვარულით უნდა აღესრულებოდეს ორივე მხრიდან ამაზე აქ არ არის საუბარი რომ გვესაჭიროება დავალების შესრულება ასე ვთქვათ როგორც ბავშვს მოზად ისე დიდებსაც ეს ყველაფერი ჩვენ პასუხისგებლობის საგანი გახლავთ მაგრამ
ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ პიროვნების დადრგუნვა, საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ეს არის ის სულიერი აგრესია, სულიერი მონობის, დამონების სურვილი, როცა ადამიანს უჩნდება, რომ თვითონ ფიქრობს, რომ თავად არის ღირსი, რომ მას ემსახურებოდნენ და დანარჩენი კი ყველა მონა, ეს პრეტენზიები, სულიერი პრეტენზიები ცხადია, სწორედ რომ ქურდობათ უნდა მივიჩნიოთ. ანუ მისაკუთრება აქ მთლიანად იმისა, რაც ღმერთს ეკუთვნის. ადამიანის სახით, მისი მონაცემების, რესურსის, პოტენციალის უდიდესი ქურდობა არის ეს ქურდობათა შორის. და ხშირად ამას ადამიანები ვერ ხედავს და ფიქრობენ, რომ აი მაგალითად ვიღაცა მოიპარა რაღაც პატარა ნივთი და როგორი დიდი დანაშაული აქვს და სინამდვილეში ამ დროს თავად შეიძლება იმდენს პარავს ყველას და ყველაფერს და ამ რესურსებით ცხოვრობს, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს საზოგადოება, ქვეყნები შეიძლება იყოს მიმტაცებლები, სხვისი ქონებისა, სხვისი მიწებისა, სხვისი რესურსებისა. ეს ყველაფერი აისახება როგორც პიროვნებაზე ცალკეულად, ისე საზოგადოებაზე და ისე ერზე და ქვეყანაზე ზოგადად, ვინც ესე მიმტაცებლურად ცხოვრობს და ცხადია, ეს მიმტაცებლობაც არ რჩება უკვალო და ყველას მიეგება, მიუძღვავს ღმერთი თავისას, თავისი დანაშაულების და მიხედვით. ამრიგად ჩვენ ძირითადი სათქმელი პრინციპში ვთქვით, რომ ადამიანს გააჩნია სხვადასხვა სახის ქურდობის ნიჭი, ესე ვთქვათ, წყალებში. პირველ ყოვლისა ეს არის სულიერი ქურდობა, როცა ჩვენ ვტაცებთ ღმერთს იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის, მერე ვტაცებთ ჩვენ ადამიანებს იმას, რაც ადამიანებს ეკუთვნის, ასევე ჩვენ ვტაცებთ ჩვენ თავსაც სულიერ ფასეულობებს, რომელიც ღმერთს ეკუთვნის და ჩვენ მას უგულებელყოფ და შევურაცხყოფთ. ეს რაც სულიერი პლანში განიხილება, ხოლო ასევე, რა თქმა უნდა, მძიმეა, როცა ადამიანი მოგტაცებს იმას და მიითვისებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის, ანუ პირდაპირ გაგებით ქურდობას, რომელზეც ჩვენ ხშირად რომელთანაც გვაქვს საქმე. ასე რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი სახის ქურდობა არის მძიმეცოდვა და მეორე თუ არ ჩანს და ისევ პარავთ, რომ ამ ადამიანს ვანადგურებთ, რომ ღმერთი ამას ვერ ხედავს, ნუ რას უკაცრავად. და სინდიციც ძალიან კარგად ხედავს და გრძნობს ამას ყველაფერს და უნდა ჩავუღმავდეთ ჩვენ სინდისს, დავინახოთ აი ეს მანკიერებები და როგორ ვექცევით ჩვენ სხვას და მაშინ დავინახავთ, რომ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ სხვას და როგორ ვექცევით და როგორ უნდა ზოგადად იქცეოდეს მართლმორწმუნე, კეთილმორწმუნე ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და წყალობა და კურთხევა არ მოგვაგლოს ყველას და დაგვიფაროს აი ამ საშინელი ცოდვისაგან, რასაც ქვია არა იპარო. გესაუბრებოდა დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.